დეტალები, რომელიც დღეს სასამართლოზე გაირკვა რატის ბარში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დანაშაული ჩადენილია სრულიად უმიზეზოდ და უმოტივოდ, ამბობს ბრალდების მხარე. პროკურორი ხვდება, რომ 18 წლის ბიჭმა, რომელიც ნასვამი იყო ბარში გვერდის ავლის დროს მხარი გაჰკრა ბრალდებულს, ამის გამო 36 წლის პირმა ალეკო შაკიაშვილი ოთახში გაიყვანა და დანით მოკლა. განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ივანე გიგმელიანსა და ამავე საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულ რაჯი პაკელიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით დღეს პატიმრობა შეუფარდა. გიგმელიანი წარსულში ორჯერ არის სასამართლოები, მათ შორის ერთხელ მკვლელობის გამოც. ნახოთ სასამართლო პროცესის დეტალები. უმიზეზოდ ჩადენილი განზრახ მკვლელობა, ასეთია პროკურატურის პოზიცია რატის ბარში მოკლული 18 წლის ალეკო შაკიაშვილის საქმეზე. როგორც დღევანდელ პროცესზე გაირკვა, ალეკო შაკიაშვილი ბარში მყოფ 36 წლის ივანე გიგლენიანს შეეჯახა. მცირეხნიანი საუბრის შემდეგ კი მათ ბარის უკან სივრცეში ერთ-ერთ ოთახში გადაინაცვლეს, სადაც ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო. გამოძიების ვერსიით, სწორედ აქ მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები გიგლენიანმა ახალგაზრდა კაცს. პირველადი დასკვნით გარდაცვლილს ჭრილობები აქვს მუცლის, გულმკერდისა და თავის არეში. ქმედება არის განზრახ მკვლელობა. ქმედება დადგენილია კაც გარდაცვლილ 18 წლის ბავშვი გუშინში დედას მიუსვენეს სახლში, ეს დადგენილი გარემოება. გიგლენიანი წარსულში 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. მან საპატიმრო დაწესებულება ვადაზე ადრე 2017 წელს დატოვა. ვინაიდან პარლამენტმა უპირობო შეკრებითობის გაუქმებაში ცვლილებები შეიტანა და განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულებს პატიმრობის წლები დააკლდათ. ის ნასამართლევია 2020 წელს დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებისთვისაც. რატის ბარში მომხდარ მკვლელობას ასე გამოეხმაურა მოკლული ბიჭის დედა დოდო მაისაძე. როდემდე ხალხო, როდემდე უნდა ხოცოს ჩვენი შვილები ამ ცივსისხლიანმა მკვლელმა. ჩემი შვილის მკვლელობამდე ბარმენი დაჭრა, მერე მე მომიკლა შვილი, მიუსაჯეს 26 წელი. შეეხო ამნისტია, გამოვიდა. შემდეგ ბიჭი დაჭრა, ისევ იჯდა, გამოვიდა. ახლა ბიჭს ყელი გამოჭრა. როდემდე 15 წლამდე პატიმრობაო, შეიძლება მისი გარეთ ყოფნა? მე ხომ ცხოვრება ჯოჯოხეთად მიქცია. ჩემი ლაშას და იმ ბიჭის ცოდვით ციხეში უნდა დალპეს. ამის გარდა პროკურატურა ამბობს, რომ 2 დღის წინ მომხდარი მკვლელობის შემდეგ გიგლენიანი მიიმალა. ბარიში და ტერიტორიაზე არსებული ჩანაწერების შესწავლის შედეგად სახელმწიფო მბრალდებელი ამბობს, რომ მკვლელობის შემდეგ ბრალდებული მაგიდასთან დაბრუნდა, სადაც მისი მეგობარი რაჯი პაკელიანი ელოდებოდა. გამოძიება ამტკიცებს, რომ სწორედ აქ უთხრა პაკელიანს ბრალდებულმა ჩადენილი დანაშაულის შესახებ და შემდგომ ბარი დატოვეს. დაჭრილი 18 წლის კაცი კი ოთახში მოგვიანებით იპოვეს. ნამდვილად ნახეს აღნიშნული პიროვნება დაზარალებული, რომელიც ამოიყვანეს ჰაერზე, ბარიდან, ამოიყვანეს გარის სივრცეში და დაიწყეს მის მიმართ გადაუდებელი სამედიცინო დახმარებები. გამოძახებული იქნა სასწრაფოც, მაგრამ ჭრილობები ისეთი განლაგებით არის და იმდენად სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობებია. აღმოჩნდა, რომ ბრალდებულის დაზარალების გადარჩენა. რატის ბარს უსაფრთხოების სამსახური ყავს, რომელიც წესით დაწესებულების ვიზიტორებს შესვლამდე ამოწმებს. ადმინისტრაცია პასუხისმგებელია შიდა უსაფრთხოების ნაწილზეც, თუმცა მომხდარი დროულად ვერავინ შენიშნა. გამოძიებას ჯერ არ აქვს ამოღებული მკვლელობის იარაღი. ოფიციალურად დასადგენია, რასაგნით მიაყენეს ახალგაზრდა კაცს ჭრილობები. არის ერთადერთი ადამიანის ჩვენება, ეს არის ამ ბარის მეპატრონე, რომელიც ძალიან უხერხემლო სიტუაციაშია, იმიტომ რომ ძალიან ხშირია ამ ბარში ასეთი რაღაცეები და ზუსტად მისი დაცვის პრობლემაა თუ ასე შემდეგ, ანუ რატომ ხდება ზოგადად ასეთი რაღაცეები, ანუ მისი ჩვენება, რომელიც ამბობს, რომ თითქოს რაჯი პაკელიანსაც გაიგო ეს ამბავი, თორემ ის შემწრი არ არის ამის, ანუ თავისი თვალით არ უნახავს. შემწრი არ არის არათუ მხოლოდ რაჯი პაკელიანი, არც ერთი დაცვის თანამშრომელი როგორ მოხდა ეს და რა ვითარებაში ამ საკითხს ამ გარემოებას არ აღწევს. დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული რაჯი პაკელიანის ადვოკატის ამ რეპლიკამ უარყო რატის ბარის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა თავდაპირველი პოზიცია, რომლებიც ამ შემთხვევაშიც მედიას არწმუნებდნენ, რომ თითქოს მკვლელობა ბარიში და ტერიტორიაზე არ მომხდარა. პირველი შემთხვევა არის და რატომ ტერიტორიაზე შიგნით არ მომხდარა? სწორედ ბარის მეპატრონის ელგუჯა მანდარიას ჩვენება აღმოჩნდა სარწმუნო პროკურატურისთვის, რომელიც პაკელიანს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება, თუმცა ადვოკატი ამბობს, რომ მომხდარის შესახებ პაკელიანმა არა მისი მეგობრისგან, არამედ მოგვიანებით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა შეიტყო. კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მან ნამდვილად არ იცოდა, რომ ჩადენილი იყო განსაკუთრებული წინა კატეგორიის დანაშაული და მეგოჩნდა წარმოდგენილი მასალებით, ვერც ეცოდინებოდა ჩემი დაცვაში პაუზა.
ორივე ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. დაცვის სტრატეგიიდან გამომდინარე ადვოკატები დეტალებზე არ საუბრობენ. ირიბად მიანიშნებენ სხვების პასუხისმგებლობაზეც და ღამის ბარების შემოწმების აუცილებლობაზე საუბრობენ. შეამოწმონ უბრალოდ რატის ბარში და სხვა ეს დაბალ ბიუჯეტიან მოკლედ დაწესებულებებში სასმელი როგორი არის რანაირ სასმელს ყიდიან საერთოდ რასალევინებო, იმიტომ რომ იქ მე რამდენადაც ვიცი არაერთი ცუდი ფაქტი არის დაფიქსირებული. 18 წლის ალეკო შაკიაშვილის მკვლელობის საქმის განხილვა 3 ივლისიდან გაგრძელდება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ივანე გიგლენიანს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდები დაკავებულ რაჯი პაკელიანს კი 3-დან 4 წლამდე. დაწესებულება კი სადაც მორიგი დაპირისპირება მკვლელობი დასრულდა ისევ ფუნქციონირებს და მათ პასუხისმგებლობაზე ღიად ისევ არავინ საუბრობს.